შეიძლება თუ არა 2025 წელს განვითარდე ფიტნესის ნიშაში. უმეტესობა ადამიანების დარწმუნებულია, რომ ახლა ძალიან დიდი კონკურენციაა და ყოველი მეორე ფიტნეს მწვრთნელია და დღეს რომ დაიწყოს, მას არავინ მიაქცევს ყურადღებას. იგივენაირად ფიქრობენ სხვა სფეროებზე, მაგრამ მაგალითზე ავიღე ფიტნესი. პასუხობ, ფიტნესის სფერო არასდროს მოკვდება. თუ არ მოკვდა ტკივილი, არასდროს მოკვდება მისი მოგვარება. ახლა აგიხსნით. ტკივილი ფიტნეს სფეროში არის სუსტი სხეული და ცხიმი. რომ დააკვირდე მსოფლიოს, წლიდან წლამდე ეს ტკივილი იზრდება. იზრდება გაცხიმოვნება და ჯანმრთელობის პრობლემები. რაც იმას ნიშნავს, აი ამ მოთხოვნას ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებს ის ბაზარი, რომელსაც ახლა ვუყურებ. შენ გონია რომ ძალიან ბევრი ფიტნეს მწვრთნელია და ცოტა კლიენტი იყოს? არა, კლიენტები ყოველდღიურად იზრდება გეომეტრიული პროგრესიით და კონკურენცია ესეთი სწრაფი ტემპით ვერასდროს გაიზრდება. იმისთვის რომ ეს ტკივილი მოაგვარო, შენ გჭირდება ცოდნა, აუცილებლად გამოცდილება და შედეგი. ცოდნა, გამოცდილება და შედეგი შეგიძლია მისცე ადამიანს, რომ მოაგვარო მისი ტკივილი, მაგალითად, სუსტი სხეული აქვს და ცხიმი აწუხებს, როგორც უმეტესობას, შენი პროდუქტით ან სერვისით. შენი ცოდნა შეგიძლია გადააქციო ონლაინ პროდუქტად და კონტენტის მეშვეობით მოიზიდო მსყიდველთ უნარიანი აუდიტორია. ზუსტად იგივე ეხება ფსიქოლოგიას. რამდენი ფსიქოლოგის არ უნდა გაჩნდეს ბაზარზე, მენტალური პრობლემები, ანუ ტკივილი, დღითიდღე იზრდება და იმდენად სწრაფად, რომ კონკურენცია ვერ ასწრებს. ასე რომ ეს ტკივილი იარსებებს მუდმივად და მნიშვნელობა აქვს რომელი წელი იქნება, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მოგვარება იქნება ყოველთვის აქტუალური. მაგრამ რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე დაიწყებ, მით უკეთესი იქნება. თუ გაინტერესებს როგორ გამოვიმუშავე 5360 ლარი ზუსტად 2 დღეში საკუთარ ცოდნაზე ონლაინ პროდუქტით და ჩავდე რეკლამაში სულ რაღაც 166 ლარი, გამოდის რომ ზუსტად 22-ჯერ მეტი დამიბრუნდა. თუ ამ ვიდეოს TikTok-ზე უყურებ, გადადი პროფილის ლინკზე და წაიღე ვიდეო.